Საომშვიდობისა მივესალმები რუსთავეორის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს, რა თქმა უნდა, წარმატებულ საღამოს გისურვებთ პირველ რიგში. წარმატება ეს ის არის, რაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს ძალიან გვჭირდება, რადგან ის ადამიანები, რომელთაც ახლა ბილეთები აქვთ ხელში მომარჯვებული, მზად არიან უკვე იმისთვის, რომ მოაკითხოთ მათ თავიანთმა იღბალმა. შესაბამისად, მე გისურვებთ, რომ იღბალი თქვენთან მოსულიყოს. დღეს მით უმეტეს, რომ ჯეკპოტი გვაქვს გასათამაშებელი, რომელიც შეადგენს 840,222 ლარს. ჩვენ ვიცით, რომ მეორე კატეგორია გავათამაშეთ ცოტა ხნის წინ. ძალიან მალე, რა თქმა უნდა, გავიცნობთ ადამიანს, რომელმაც ეს თანხა მოიგო და გახდა ის იღბლიანი, რომელმაც მართლაც ისეთ კოლოსალურ თანხას გამოჰკრა ხელი, როგორც 9 მილიონ ლარამდეა. მაგრამ მილიონ ლარამდე წინ გვაქვს. შესაბამისად, აბა თქვენ იცით, თქვენმა იღბალმა 868 ტირაჟია, 868 წარმატებას გისურვებთ თქვენ. აბა თქვენ იცით, 3-2-1. აი ესეც ასე ჩვენი ფერად-ფერადი ბურთები ახმაურდნენ. ახლა მთავარია ის კომბინაცია დაჯდეს, რომელიც დღევანდელი გადაცემისთვის შეარჩიეთ და გახსნა დღევანდელი გათამაშება ნომერმა 30-მა. აი ესე მრგვალი რიცხვები გვიყვარს ჩვენ. აი ეს წყვილებიც გვიყვარს 11 შემოგვიგორდა ამასობაში. მწვანეებში ვართ 30-11 და მწვანემ გააგრძელა დღევანდელი თამაში და 32 შემოგვიგორდა ამასობაში. ვნახოთ იქნება თუ არა ისევ მწვანე. აი ამას რომ ვამბობ ხოლმე, მე აღარ არის და ამიტომ აი ყვითელმა დაარღვია მწვანეების იდილია და 17 შემოგვიგორდა ამასობაში. ისევ მწვანე 21 შემოგორდა და მიუსკუპდა გვერდი 17-ს და დაგვრჩა ერთი ძირითადი ბურთი, რომელიც გახლავთ 25. ლურჯიც გვაქვს, მოკლედ და ვნახოთ ახლა ბონუს ბურთი წითელი იქნება თუ არა და ფერთა გამა გვექნება სრული. არა. მწვანე მაინც იჭარბა და 22 აი ასე გადაწყვიტა დღეს ჩვენმა ლოტოტრონმა. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ციფრთა კომბინაცია, რომელიც შემოგთავაზა დღეს ჩვენმა ლოტოტრონმა. 30, 11, 32, 17, 21, 25 და ბონუს რიცხვი გახლავთ 22. აი ახლა ძალიან მალე ჩვენ უკვე გავიგებთ თუ რამდენმა ადამიანმა მოიგო დღეს, გათამაშდა თუ არა ჯეკპოტი, ნუ პრინციპში ეს თქვენ უკვე გეცოდინებათ. თუ ეს ის კომბინაცია, რომელიც შემოხაზეთ და სწორედ ესეთი ბილეთი გეჭირათ ხელში, მაშინ თქვენ ფაქტობრივად მილიონერი ხართ, შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ დაველოდოთ შედეგებს, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ და თუმცა მოვლენებს წინ გავასწრებ ერთი საჭირო ინფორმაციით, რომელიც გახლავთ შემდეგნაირი ამბავი. თუ გვინდა მოგება, აუცილებელია ერთი ბილეთი მაინც შევიძინოთ გათამაშებიდან გათამაშებამდე ყოველ სამშაბათს და პარასკევს, იმისთვის რომ გამოვცადოთ ჩვენი იღბალი. ამისთვის არსებობს უამრავი გზა, ლოტო.g, ეს გახლავთ ვირტუალური სივრცე, ონლაინ სამყაროში, ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში მდებარეობს სერვის ცენტრები და მთელი საქართველოს მასშტაბით ლოტო.g ხურები. წარმატებას გისურვებთ, გვაქვს შედეგები. მესამე კატეგორია გავათამაშეთ. 4269 ლარი მოიგო 3 ადამიანმა და 1426 ლარმა შეადგინა მოგება ბილეთზე. მეოთხე კატეგორიაც გავათამაშეთ. ამ შემთხვევაში ერთმა ადამიანმა წაიღო მთელი 1453 ლარი. მეხუთე მეექვსე კატეგორიებში ვყავს კლავინდებურად ძალიან ბევრი გამარჯვებული. მეორე კატეგორია უკვე დაიწყო, მოკლედ მზარდია და ნელ-ნელა გაიზრდება ძალიან კოლოსალურ ციფრამდე და ჯეკპოტი გვაქვს შესანიშნავი საამაყო და იმედია რომ საამაყო იქნება თქვენი იღბალიც მომდევნო გათამაშებაში. ბედნიერ წარმატებულ საღამოს გისურვებთ.